სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. რომის წარმართი ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი ასეთ სიტყვებს ბრძანებდა. მისი ფიქრები არსებობს, ძალიან საინტერესო წიგნია, ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო. სამწუხაროდ დევნიდა ქრისტიანებს, ქრისტე ვერ შეიცნო, მაგრამ იყო ფილოსოფოსი და განათლებული ადამიანი. ასეთ რამეს ამბობს, რომ დრო ეს არის ადამიანის დაუმსახურებელი საჩუქარი. კარგად დაუკვირდით. რამდენჯერ გათენებულა ლამაზი დილა, მაგრამ მადლობაც კი არ გითქვია ღმერთისთვის, დარწმუნებულები იმაში, რომ დიახაც უნდა გათენებულიყო, რატომაც არა. დაღამებულა ლამაზი დღე და ხატებთან არ მივსულვართ და მადლობა არ გითქვია, რომ მადლობა ღმერთო, რომ ეს დღე დამიღამე. პური არსობისა რომ მომეცი, მეუღლე რომ მყავს, შვილები რომ მყავს და ჯამთელი რო ვარ, საპრობილეში რომ არა ვარ და სნეულებასა შინა რომ არა ვარ. დაუმსახურებელია, როცა არიცი პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ამბობს, გამოისყიდეთ დრო, რამე თუ ბოროტ არიან დღენი. ხო, აი უკვე აჯობა ხო მარკუს ავრელიუს, ის წარმართია, ეს ქრისტეს მოციქულია. ხო, მიხვდები უკვე, რატო გაჩუქა ღმერთმა ყოველგვარი დამსახურების გარეშე დრო, რომ შენ ეს დრო გამოისყიდო. როგორ უნდა გამოისყიდო? ახსარება უნდა თქვა, მადლიერი უნდა იყო, უნდა ეზიარო, უნდა სიკეთე გააკეთო. თუ არა და მაშინ შენ დაუნებურად ამ დღეს დაკარგა უქმად. იქნები ნაცარქექია, იქნები ზარმაცი ადამიანი და როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებს ჩააყენებ ძალიან გაჭირვებაში და უიმედო მდგომარეობაში. თქვენ იცით, როგორ ეგებება მთელი სოფლიო კალენდარულ საერო ახალ წელს. ღარიბი და მდიდარი, სნეული და ჯამრთელი, კეთილი და ბოროტი, თანამდებობის პირი თუ აზნაური თუ უაზნო. ყველა რაღაცნაირად მიდის მარკეტში, ტკბილეურს ყიდულობს, როგორც შეუძლია, ზოგი ვალსიდებს, სტუმარს ეპატიჟება, მთელი ღამე უაზრო გადაცემებს უყურებს, შუშხუნებს გაისვრის და ელოდება დიდი იმედით, რომ მომავალი ახალი წელი იქნება ფეხბედნიერი, იქნება ხვავის, ბარაქის, წყალობის და სიკეთის. გავა რამდენიმე თვე ან კვირა და მალევე მიხვდება, რომ ის ახალი წელიც იგივეა, რაც იყო ძველი წელი. რამე თუ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ყოველივე ახალი ცისქვეჩეთში კარგად დავიწყებული ძველია. სოლომონ ბრძენი ეკლესიასტე ბრძანებს. ამიტომ თუ შენ გინდა, რომ შენ ცხოვრებაში რამე ახალი მოხდეს, კარგზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა დაფიქრდე კარგად, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. აი დღეს ჩემო ძვირფასებო გახლავთ საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონის დასაწყისი. პირველმა სოფლიო კრებამ დაუდო სათავე ამ დღესასწაულს. გავკადნიერდები როგორც ერთი ცოდვილი მღვდელი და გეტყვით, რომ ეს დღე უნდა იყოს საუფლო დღესასწაული. და რატომ უნდა იყოს საუფლო დღესასწაული? იცით რომ ყველა საუფლო დღესასწაული 12-ია სულ ეხება კონკრეტულად მაცხოვარს და ღვთისმშობელს. და აქ მოგეხსენება დღევანდელი სახარება გვაუწყებს, რომ იესო ქრისტე შედის სინაგოგაში, ტაძარი არ არის, მოგეხსენებათ ტაძარი არის, მეორე ტაძარი არის, მაგრამ სინაგოგა არის შესაკრებელი, სადაც იკრიბებიან ებრაელები ნაზარეთში, სადაც ქრისტე იზრდება და მას მიაწვდიან ესაიას წინასწარმეტყველებას. ესეთი გრაგნილები იყო ძველი აღთქმის. გუშინ ერთმა სულიერმა შვილმა მკითხა, რომ რატომ მიაწოდეს მაინც და მაინც ესაია. ვერ ვიტყვით, რომ შემთხვევით მიაწოდეს, მაგრამ ვინც მიაწოდა ესაიას წინასწარმეტყველება, არც იმათ არ იცოდნენ, რატომ მიაწოდეს მაინც და მაინც ესაიას წიგნი. იმიტომ რომ ესაია ქრისტე შობამდე 700 წლით ადრე, 7 საუკუნით ადრე წინასწარმეტყველებს სულიწმინდით, რომ მოვა მესია და ის გამოიხსნის ადამიანებს. იქნება ჯვარცმული, კრავივით დაიკვლება. შეგიძლიათ დღეს რჩევას მოგცემთ, რომ ესაიას 53 თავი წაიკითხოთ. ეს გახლავთ მეხუთე სახარება ფაქტიურად 700 წლით ადრე დაწერილი, სანამ 4
კანონიკური სახარება დაიწერება. და აი აქ არის ადგილი მე-60 თავში, პირველი და მეორე მუხლი, სადაც წერია, რომ აი მე მცხო ღმერთმა გაჭირვებულთა დასახმარებლად, რათა მკელობლები ვიდოდნენ, ბრმებს თვალები აეხილოთ, ყრუებს ესმოდეთ და ტანჯულებმა თავისუფლება და ჯანმრთელობა მოიპოვონ. ეს სიტყვები დაწერილია პირდაპირ მესიაზე. იესო ქრისტემ ეს რომ წაიკითხა, დახურა და თქვა ხმამაღლა, ეს უკვე ასრულდა. და გადაირივნენ ებრაელები, როგორ ამისი თქმის უფლება ვის აქვს? ესე იგი მესია მოვიდა? დიახ, მესია მოვიდა, მაგრამ ვისთანაც მოვიდა, თვისთანა მოვიდა და თვისთა ვერ იცნეს იგი. მოგეხსენებათ, თვითონ მაცხოვარი ამბობს, რომ პირველ რიგში ისრაელის დაღუპულ ძეებთან მოვედი, მაგრამ დაუბრმავა ფარდა ჩამოაფარა ღმერთმა მათ სულიერ ბზერაზე და ჩვენთვის წარმართებისთვის მოვიდა პირველ რიგში, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ წარმართები და რომ ვიყოთ ბედნიერი ადამიანები. აი დღეს გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ ესაია და წაიკითხოთ საერთოდ ბიბლია. ერთადერთი წიგნია, წიგთა კრებული, რომელსაც ეწოდება ცხონების წიგნი. როგორც გინდა დიდი შედევრი იყოს, მაგალითად ვეფხის ყაოსანი, ნებისმიერი კლასიკოსის შედევრი, ახლოსაც კი ვერ მივა ბიბლიასთან, იმიტომ რომ ერთადერთი როგორც გითხარით, ეს წიგნი არის ღვთივსულიერი და ამ წიგნიდან ღმერთი მეტყველებს. ღმერთი გვესაუბრება. არსებობს წმინდა მამათა სწავლება ქრისტეს სამი სხეულის შესახებ. ცოტა შეიძლება ახლა გაგიკვირდეთ და დაბკოლდეს ზოგიერთი, როგორ რანაირად აქონდა სიმბოლურად არის საუბარი, ჩემო ძვირფასებო. პირველი სხეული ქრისტესი, ეს არის ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა, ბიბლია, ეს არის სხეული ქრისტესი. ამხელა წოდება, ამხელა პატივია, რომ შენ, როდესაც კითხულობ, ესე იგი შენ ღმერთი გესაუბრება და ღმერთთან მიდიხარ ახლოს. ღვთის სიტყვა, სახარება, ბიბლია, ეს არის სხეული ქრისტესი. მეორე სხეული ეს გახლავთ ის თბე, რომელიც მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან უმამოდ სულიწმინდის განჩარებით, ანუ განკაცებით და ჩვენ იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს ვეზიარებით ყოველ კვირა, როდესაც მოვდივართ ლიტურგიაზე. და აი მახსოვრეთ, რომ არც სახარება, არც ეკლესია არ არსებობს ლიტურგიის გარეშე. ლიტურგია არ არსებობს სახარებისა და ეკლესიის გარეშე. წარმოუდგენელია სახარება იყოს და იქ არ იყოს ქადაგება და ლიტურგია და ქადაგება და ლიტურგია იყოს და იქ ეკლესია არ იყოს, წარმოუდგენელია. და მესამე სხეული ქრისტესი ეს გახლავთ უკვე მისტიკური სხეული, ეს არის ეკლესია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით. შენობა არის ტაძარი და აქ ვიკრიბებით ჩვენ ეკლესიად, კალეო, რაც ნიშნავს გამოხმობას, შორიდან გამოხმობას, ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლებული ადამიანების, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ვცხონდეთ. ამიტომ გითხარით, რომ ერთადერთი შინაარსი მთელი ბიბლიის 76 წიგნის გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთ სიტყვაში, ცხონება. აი ამიტომაც მე მინდა გისურვოთ დღეს მაპატიეთ, რომ გოჭი და საცივი ვერ დაგახვედრეთ, მაგრამ დაგახვედრეთ 10 სულისთვის სასარგებლო ნუგვარი, რათა ჩვენ მთელი წლის განმავლობაში სულიერი წონასწორობა არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რომ სულიერი სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს. აი დღევანდელ დღეს ადამიანმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა. ისევ ისეთი სულიერება მაქვს, როგორც შარშან. თუ ცოტა გავიზარდე, ჩემი სულიერება მარტო სანთლების დანთებაში გამოიხატება, ხატების ამბორში და გიხაროდენს ძახილში. თუ ცოტა წინ წავიწიე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რწმენიდან რწმენაში გადავედი, გავიზარდე 1-2 საფეხურით მაინც, და თუ ეს ასე არ არის, მაშინ დღევანდელ დღეს უნდა დაუფიქრდე და მივხვდე, რომ ღვთის წყალობა, ღვთის
ნებელობა არის ის, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს, ყველა ადამიანი ცხონდეს ჭეშმარიტებით და რაღა დამრჩენია, რომ მე ეს ჭეშმარიტება მივიღე და აი ამ ჭეშმარიტებით გავთავისუფლდე ბოროტი აზროვნებისაგან, ცუდი აზრებისაგან, სიზარმაცისაგან, სნეულებისაგან და შური და ბოღმისაგან. და როგორ, რანაირად ხო უნდა ვისწავლოთ. აი ამიტომაც მე განვიზრახე, რომ წმინდა მამათა დარიგებების მიხედვით სულიერი სიტყვოება, სულიერი, ასე თქვათ, ნამცხვარი, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ახალ წელს რომ ერთმანეთს ვეუბნებით, ასეთ კბილად დამიბერდით, ხო? ასეთ კბილად მინდა სულიერად დაგაბეროთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს თუ ადამიანი სულის ხონებაზე არ ფიქრობს, მისთვის ის 31 დეკემბერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ცისფერ ეკრანთან გატარებული უაზრო ნაყროვანებით და ასე შემდეგ. პირველი სულიერი ნუგბარი, რაც ჩვენ სულიერ წონასწორობას შეგვინარჩუნებს, ეს გახლავთ ყოველთვის ვიფიქროთ კარგზე. რა ძალიან ძნელია, ხო? თქვენ ხედავთ, რომ სოციალური ქსელი, ტელევიზია თუ ქუჩა, ბილბორდი, ყველგან ცუდი, ყველგან რაღაცა ფეთქდება, რაღაცა ინგრევა, რაღაცა ომია, უბედურება, სამწუხაროდ უკვე სასულიერო პირებმა დღეს ამბიონიდან დაიწყეს ერთმანეთის ქილიკი და განკითხვა და განკიქება და სოციალურ ქსელიდან. მე იმ ჩემ სულიერ მეგობრებს, სულიერ ძმებს მივმართავ, რომ ამბიონს ნუ გადავაქცევთ საპაექროთ და ნუ დავამძიმებთ ადამიანის გულებს და სულებს. თუ შენ გინდა ვინმე ამხილო, სახარება წაიკითხე კარგად და იქ წერია გარკვევით. თუ შენი ძმა ცდება, მიდი და ამხილე ერთი ერთზე. ხალხმა რა დააშავა, მრევლი მოდის რომ ქრისტე უკადაგო და შენ დგეხარ და თელი ნახევარი საათი და 1 საათი ვიღაცას ასწავლი ჭკვას. ამ დროს სახარებაში სხვა რამე გიწერია. ადამიანი მოვიდა, კარგი გაიგოს წირვაზე და ცუდი ესმის. შეცდომა არ არის კარგი ჩემო ძვირფასებო. ჩვენ ამბიონზე რო გამოვდივართ, ეს ამბიონი არის საფლავის გადაგორებული ლოდი. ზეძის ანგელოზი და გახარებთ. სიხარულზე გელაპარაკებათ და არა ვიღაცას განეკითხავს, ხო? ამიტომ აი აქ ჩვენ რომ ამბიონზე ვდგევართ, თქვენ რომ მოდიხართ დამწუხრებულები, დეპრესიაში, დარდიანები და სევდიანები უნდა გახაროთ. ჩვენი მთავარი წიგნი იწოდება როგორ? სახარება, გახარება, ხარა, ხარიზმა, მადლიდან მოდის შემოგარგება. ამიტომ ჩვენ უნდა გავიხაროთ. როგორ უნდა გავიხაროთ? პავლე მოციქული ამბობს, რომ გიხაროდნენ და კიდევ ერთხელ გეტყვით გიხაროდნენ. აი უნდა ის მიხაროდეს, რომ იესო ქრისტე ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა და ჩვენ მოგცა ხელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. აქავე მინდა დავძინო, გამახსენდა, ეხლა არ მიწერია აქ, მაგრამ გამახსენდა ძალიან საინტერესო სწავლება ბიბლიური. როდესაც ადამიანი შესწოდავს დაეცემა, იწყებს თავის მართლებას. მაგრამ ღმერთი ეკითხება, რომელი ხილიც მე აგიკრძალე, მართლა შეჭამე შენ? და არის ის ღმერთმა რო შეჭამა, როგორ არის ის? მაგრამ აი თქვენ იცით რომ თქვენმა შვილმა რაღაცა დააშავა, ხო? და ეკითხები მაინც რომ ის იქროიდო თანხა, შენ აიღე შვილო. არ ვიცი, ეთყობა ვიღაცა შემოვიდა და ვიღაცამ აიღო. ხო ასეა. მაგრამ შენ მაინც არ უბრაზდები და კიდევ ეკითხები. მერე ეკითხები სხვა შვილს. როგორ არის ეს რა ხდება? ვინ აიღო? ისიც იტყუება აბრალებს არაწმინდა სულს, ხო? აი ესე ვარ ჩვენ ადამიანები, თანამედროვე ქრისტიანები და ერთმა ადამიანმა დამისვა შეკითხვა, რატო გველს არ ეკითხებაო, რატო დაეციო და რატო შესწოდეო? უყურეთ რა საინტერესოა. ჩვენი არჩევანი არის ცვალებადი. ჩვენ მართალია შევცოდეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენება არჩევანი შევცვალოთ. მაგრამ ეშმაკს არ შეუძლია რომ არჩევანი შეცვალოს. ეშმაკმა გააკეთა შეუცვლელი არჩევანი. შეუცვლელი არჩევანი ნიშნავს იმას, რომ მას გამოსწორება აღარ შეუძლია. ადამიანის სხეულშია და ვინც სხეულშია, მას შეუძლია რომ გამოსწორდეს, მაგრამ ეშმაკს არ აქვს სხეული და მას გამოსწორება არ შეუძლია. როგორიც ყევლა მიიღო ღმერთისგან, დაუკვირდით კარგად.
არსებობს მასორეტული ბიბლია, ებრაული და არსებობს ებრაული ბერძნული სეპტუაგინტა. და ერთ-ერთ თარგმანში წერია, რომ დაწყევლა ღმერთმა ეშმაკი და უთხრა, რომ მუცელზე იხოხე ტვერსა ზედა და მეორეგან წერია, რომ მუცელზე და მკერდზე იხოხე. ოღონდ ორივეგან წერია, რომ ტვერსა ზედა. ტვერიდან ვინ შექმნა ღმერთმა? ადამიანი. ძირითადი ჩვენი ცოდვები მოდის ზუსტად მუცლიდან და სიამაყიდან. აი ამიტომ თუ შენ გინდა რომ შენთვის ეს ახალი წელი იყოს ბედნიერების და სიხარულის მომტანი და გახარებული იყო, კარგად დაუკვირდი, როგორი კურთხევა აქვს მიცემული ეშმაკს, რომ არ გაამაყდე და მუცელს არ გადააყოლო შენი სულიერება და ყოველთვის ახარე ხალხს, მოეფერე, კარგი უთხარი, ბოროტ სიტყვას ნუ იტყვი და ადამიანს გულს ნუ მოუკლავ. ისწავლეთ მადლიერება. ამე თუ როცა ადამიანი არის მადლიერი, ის არის თვითკმაყოფილი. ეხლა იტყვით რომ როგორ ანაირად შეიძლება კმაყოფილი იყო. არ იქნები კმაყოფილი, იქნები უმადური და უმადური ადამიანი არ უყვარს ღმერთს. რას ამბობდა ბერი გაბრიელი? თუ ის რაც შენ გაქვს არ იქნები იმაზე მადლიერი, იმასაც დაკარგავ რაც მოგცა ღმერთმა. მაგრამ თუ მადლიერი იქნები, ღმერთი კიდევ მოგცემს მეც. ვინც მცირეში ერთგულია, დიდშიც ერთგული იქნება და ვინც მცირეში არ არის ერთგული, იმ მცირესაც დაკარგავს რაც ღმერთმა მისცა. არ აღზევდეთ საკუთარ თავზე. ნახეთ რა საინტერესოა, მოდი ჩემ თავზე ვიტყვი, სასულიერო პირებს უფრო შეიძლება გვეხებოდეს. ზედმეტი წარმოდგენა არ ქონდეს შენ თავზე, რომ გაქებენ, გადიდებენ, რა კარგი მოძღვარი ხარ, რა კარგი ბიზნესმენი ხარ, რა კარგი მგალობელი ხარ, რა კარგი წიგნის კითხველი ხარ, რა კარგი ხელოსანი ხარ, არ დაგეჯეროს. კარგი, როგორ წერია, მარტო ღმერთია და თუ შენში კარგი არის რამე, ღმერთისგან გაქვს მოცემული, როცა გაქებენ და მადლობას გიხდიან, რა უნდა უთხრა? მადლობა ღმერთს. მე ერთი უბრალო უვიცი კაცი ვარ, უბრალოდ ვემორჩილები ღმერთს და თუ რამე გამომდის და თუ რამეს ვაკეთებ, იმისი დამსახურებაა ყველაფერი. როგორც კი დაგეჯერება, რომ შენ აკეთებ რამეს, შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ განათლებული, შენ ხარ კეთილი, შენ ხარ ძალიან პატიოსანი, უკვე არასწორი შეხედულება გაგაჩნია საკუთარ თავზე. დაქავე გაგზელება და გახსოვდეს უფალი ამ პარტავანთა შემუსრავს და დაბალთა მოსცეს მადლი. ხედავთ, რატომ არის ამდენი ადამიანი დღეს შემუსრული, დაღვრემილი, თავდაწეული დაბლა, ხო? იმიტომ რომ ამ პარტავნებაში არიან და ვერ ხვდებიან რომ თავიანთი ამ პარტავნება ტანჯავთ მათ და სხვას აბრალებენ, ის როგორც ეშმაკეული, რომელიც მაცხოვარს აყვედურობს, რომ რატომ ტანჯაო? ამ დროს თვითონ ჩვენი ცოდვები, ჩვენი არასწორი ცხოვრების წესი გვტანჯავს და ვერ ხვდებით. ისი ბრალია ამ პარტავანთა შემუსრავს, სნეულებით, საპატიმროთი, უამრავი განსაცდელებით, ხოლო დაბალთა მოსცეს მადლი. გინდა მადლი რომ მიიღო, იყავი თავდაბალი ადამიანი. ნუ შეგეშინდება სირთულეების. რატო? როდესაც სირთულეები მოდის განსაცდელის სახით, ღმერთს კი არ უთხრა შენი სირთულეების შესახებ, არამედ სირთულეებს უთხარი, რომ მე მორწმუნე ადამიანი ვარ და არ მეშინია. ვიცი რომ ღმერთმა მომივლინა ყველა ის სირთულე, მაგრამ ღვთისწყალობით ვიტყვი, ჩაძირვას რომ დავიწყე პეტრესავით, ვიტყვი უფალო შემიწყალე, დამეხმარე და ვიცი რომ იესო ქრისტე გამოჩნდება, ქარიშხალი ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ვიწყებთ დარეკვას ჩვენაირ ადამიანებთან, დამეხმარე, იმას დაურეკე, ამას დაურეკე, ნაცნობი ხო არ აკყავ, აქა და აქ და ასე და ისე. ხო, ამ დროს ღმერთზე კარგი ნაცნობი, ღმერთზე დიდი დამხმარებელი ვინმე შეიძლება რომ ყავდეს. დაინახეთ სარგებელი თქვენს წარუმატებლობაში.
მოგეცარა ხელი, დაიწყე საქმიანობა, მოგეცარა ხელი, დაიწყე რაღაც აშენება, ვერ ააშენე, მიხვდი, რომ აი ამ შემთხვევითობიდან ღმერთი გესაუბრება, რაღაცას მიგანიშნებს. არ უნდა იქ რაღაცა რომ გააკეთო და მიხვდი, რომ წარუმატებლობა წარმატების დასაწყისი უნდა გახადო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ამ პარტავნებაში ვარდება, თავის თავს აბრალებს, რომ მაგარია, ძლიერია, გამდიდრდა და ვარდება შემდგომში ამ პარტავნებაში. ამიტომ წარუმატებლობა გიხაროდეთ, რამე თუ წარუმატებლობიდან გვესაუბრება ღმერთი და რაღაცაზე მიგანიშნებს. რაღაცას არაკეთებ კარგად. ზეგან ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა მითხრა, რომ თითქოს კარგად მიდის საქმე, მაგრამ ვერ დავძარიო საქმე, სულ რაღაც ხელი მეშლება. მე ვთხარი, ვაკურთხოთ, დავლოცოთ, მოუხმოთ უფლის წყალობას, ფარველი ანგელოზი მოვიდეს, მობრძანდეს. აბა დაფიქრდით, თქვენი სახლები არის ნაკურთხი, თქვენი საქმიანობა არის ნაკურთხი. როდის გვახსენდება კურთხევა? როცა ვხვდებით, რომ ხელი გვეცარება, ხო? და სანამ ხელი მოგეცარება, მანამდე დაასწარი წარუმატებლობას და ბოროტებას და ღმერთი შემოუშვი იქ, სადაც ბოროტია უკვე შემოსული თავისი ნებით. არ იყოთ კმაყოფილი მიღწეულით. ძალიან კარგი დარიგება. უყურეთ, მეტი აღარ მინდა, საკმარისი მაქვს, რაღაცა ჭიროა მეტი, ხო? რაღაცას მიაღწიე, რა უთხარი იმ ჯარისკაც გენერლობაზე რომ არ ფიქრობს, ხო? მე არ გეუბნებით რაღაცა თანამდებობა, მთავრობის მოყვარეობაზე კი არ გესაუბრებით. ცხოვრებაში რაღაცას რომ მიაღწიე, რა თქმა უნდა, ღვთისწყალობით არ გაჩერდე და გააგრძელე კიდე. გააგრძელე, მე არ ვიძახი მატერიალური რომ $1000 რო გაქვს, კიდე 2000 რო გინდა, არა, ამაზე არ არის საუბარი. საქმე იმაშია, რომ სულიერებაში რო წარმატებული ხარ და ბევრი სიკეთე გააკეთე, ბევრი ადამიანი მოაქციე, ბევრი ადამიანი გაახარე, ბევრი ადამიანი შეიყვარე, ბევრი ადამიანი დალოცე, შენი საქმე წარმატებულად მიდის, გააგრძელე, სხვებსაც გაუნაწილე შემოსავალი, სხვასაც მიეცი რჩევა, როგორ იყოს წარმატებული და ბედნიერი და მარტო შენთვის ნუ შეინახავ ამ წყალობას. ნახეთ რა საინტერესოა. გიხაროდეთ ცხოვრება. გიხაროდეთ ცხოვრება. როგორ არის დღეს, ხო? მოიცა რა, რაღა დავიბადე და ეხლა კოცები და ნაცები და ამათი ესე და იმათი ესე და ხალხი ქუჩაში, ზოგი ტელევიზორთან, ზოგი სოციალურ ქსელში შევარცხვინე ის საქართველო კოცება და ნაცებად რო გაიყოფა და მეტი არაფერი. მარტო კოცები და ნაცები არიან ჩვენი მომავალი და ჩვენი ცხოვრება, ხალხო. რამ დაგვაჩაჩანაკა ასე, ხალხო. და ჩვენი ბედი მომავლის 4 ოქტომბერს წყდება? როგორ ფიქრობთ? ესეა საქმე? თუ იესო ქრისტე განგვიცხადა რომ მესია მოსულია, აგერ არის მესია, შეურდეთ მესიას და ეშველება ჩვენ ქვეყანას, მაგრამ არა, აი შენი არჩევანი 4 ოქტომბერს იქნება და ასე შემდეგ. იცით რომ მე ოპოზიცია და პოზიცია და რაღაც ეგეთები ამბიონის პოლიტიზირებას არ გავაკეთებ არასოდეს, თუმცა ადრე მქონდა მსგავსი რაღაც გარკვეული ლაფსუსები. და პირდაპირ მინდა რომ არ ვიცი ვინ მოისმენს, ვინ მიუტანთ მათ ამბავს, რომ ჩემი ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვითხოვ 4 რამეს. და არ ვიცი თქვენ დაფიქრდით მეთანხმებით თუ არა ამაში. პირველ რიგში, რომ ნუ გაიყიდება ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ურჯულო ადამიანებზე. უცხო ტომელებს მიწას ნუ მივყიდით. ძალიან დიდი ცოდვა. უკვე წეროვანში არაბები თავის ნაყიდ მიწაზე ქართველებს დამარხვით ემუქრებიან. აბა ფეხი შემოდგე აქავე დაგმარხავთო. 5000 კომლი რო დასახლდება ის რამოდენიმე წელიწადში, რამდენი გახდება, როგორ ფიქრობ და რამდენი ჩამოეთესლება კიდე. ზიზღით არ ვიძახი. მაგრამ დაუფიქრდეთ ქართველებო და უთხრათ, შენ გინდა რომ აგირჩიო? მაშინ ვითხოვ ამას, რომ გვერდზე ნუ დამისახლებ რა, ურჯულოებს და ნუ მიყიდი ქართულ მიწას, ნუ გაყიდით, თორე ქართული მიწა არ იყიდება, მაინც ჩვენ დაგვრჩება, მაგრამ არ გინდა რა, ჯოჯოხეთის საგზურს ნუ გამოიწერ შენი ხელით.
მეორე ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში 2 მილიონი ძირითადად ქალბატონები გასულები არიან ოჯახები დატოვეს ქმარშვილი ღვთისენაბარა არიან მათი შვილები და იქ საშინელ მდგომარეობაში შრომობენ წელზე ფეხს იდგავენ და არავინ წინასაარჩევნოდ მაინც არ იტყუებიან რომ იმ ადამიანებს უკან დააბრუნებენ არ შეიძლება ჩემო ძვირფასებო ადრეს გითხარით ხო ფიზიკოსი ტორიჩელი ამბობს რომ ადგილი ცარიელი არჩება აქედან ვიღაცა გავიდა ვიღაცა უნდა შემოვიდეს სამწუხაროდ მესამე მიგრანტების შემოყვანა საქართველოში ნახეთ ევროპაში რას უკეთებენ საცოდავ ევროპელებს ის მიგრანტები და რა გველოდება ჩვენ პოლიციაც ვეღარ აკავებს მათ საფრანგეთი ინგლისი ესპანეთი არ გეგონოთ ეხლა მე რაღაცა წინა საარჩევნო რაღაცებს არა ჩემი მოთხოვნილება რიგითი მოქალაქის მოთხოვნილება რომ მიგრანტები საქართველოში აღარ შემოუშვან არაფრის დიდებით და მეოთხე ლაპარაკი საუბარიც კი არ იყოს თურქი მესხების უკან დაბრუნებაზე ლაპარაკიც არ იყოს ამაზე აი ეს 4 მოთხოვნილება მაქვს რა ვქნა არ ვიცი მეთანხმებით არ მეთანხმებით მაგრამ როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება ვინმეს არ ეგონოს რომ მამა გიორგის არ აინტერესებს რა როგორ არ მაინტერესებს ხუთი შვილის მამა ვარ და ყველა ჩემი შვილი უცხოეთში გარბის უკვე როგორ არ მაინტერესებს მე მინდა რომ ჩემი შვილები და თქვენი შვილები აქ იყვნენ აბა ქუჩაში გაიხედეთ ქართული კაცს ვეღარ დაინახავთ უკვე და არ მაინტერესებს როგორ არ მაინტერესებს ხოლე ისინი ჩვენ შვილებს და ჩვენ ცოლებს შეურაცხყოფის მიხენებას დაუწყებენ როგორც ევროპაში და ეს გვინდა ხო ჩვენ მე არ ვიცი მე არ დაუშვებ და თქვენი არ ვიცი მე მგონია თქვენს იგივე აზრის ბრძანდებით თუ ფლობთ სიმდიდრეს ნახეთ რა კარგი დარიგებაა ნუ დაემონებით მას სიმდიდრე ცოდვა არ არის დაიმახსოვრეთ კარგად აბრაამი ძალიან მდიდარი ადამიანი იყო მოსეც მდიდარი იყო ძალიან ბევრი წმინდა მამა იყო ქონების პატრონი მაგრამ ღმერთმა ქონება მოგცა ჩვენ სხვა ადამიანების დასახმარებლად შენთვისაც მაგრამ შენ ამდენი რადგინდა თან ხო ვერ წაიღებ ვერაფერს ხო ალექსანდრე მაკედონელი იკრძალება მისი თხოვნით ხელებ გაშლილი ფაქტიურად მაშინდელი ოიკუმენა დაიპყრო მაგრამ ხელგაშლილი დამკრძალეთო რომ მე არაფერი აქედან არ მიმაქვსო და ყოველი დაპყრობილი ქალაქი და რაიონი იყო საჩუქარი თავისი ჯარისკაცებისთვის და შენთვისო რას იტოვებო ალექსანდრეო და ჩემთვისო ვიტოვებო იმედსო რომ ახალ ქვეყანას კიდევ დავიპყრობო ამიტომ თუ გაგაჩნიათ და მე ვიცი რომ გაგაჩნიათ და ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ და სიყვარულში და ჯანმრთელობაში შვილების და რა ვიცი ყველაფერში მოგახმაროთ აზრების შენებლობაში ქველმოქმედებაში და რა ვიცი გარდა სავანტყოფოსი და ვექილისა და ექიმისა რა სიკეთეში მოგახმაროთ ღმერთმა მაგრამ როგორც იოანე ოქროპირი აძლევს დარიგებას ჭაბუკს რომელსაც უნდა მდიდარი ცოლი მოიყვანოს დაფიქრდიო შვილო შენ მისი მოსამსახურე ბიჭი ხო არ იქნებიო ის მიხვდებაო რომ შენ ეს ქალბატონი მოყავს იმიტომ რომ ფულიანია მდიდარია და შენ მისი ხელის ბიჭი არ გახდეო კარგად დაფიქრდიო და 100 არის ძალიან ბევრი ადამიანი ეს დათათუთაშხიაში როა ის გმირი არ მახსოვს იპოლიტე ხვიჩია რო ასრულებს გაგაუბედურაო შენ ამ ფულმა ნავთი არაა კაც სახში და მილიონის პატრონია ასეთები რა თქმა უნდა დღეს ჩვენ შორის არავინ არ არის მაგრამ მე ვხედავ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიმონა სიმდიდრემ და აფორიაქებული დადის უკვე სახეზე ეთყობა ღამე არ ძინავს ესიარად და ასეთ ადამიანებს მინდა შევახსენო რომ სადაც არის თქვენი საუნჯე იქ არის თქვენი სული თუ თქვენი საუნჯე რომელიმე ბანკშია თქვენი სულიც იმ ბანკშია ან მუთაქებში და მიწაშია ახლა მუთაქებში არავინ აღარ ინახავს და მიწაში ხო ყველა ბანკში შეაქვს ფული ესე იგი შენი სულიც იქ არის მაგრამ თუ შენი საუნჯე ზეცაშია სასუფეველშია ესე იგი შენი სულიც იქ არის ავიცი ამაზე უკეთეთ როგორ შეიძლება ითქვას და ბოლოს იზრუნეთ სხვების ბედნიერებაზე და თქვენ თვითონ იქნებით ბედნიერები ერთმანეთთვის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღსრულდება ჟული ქრისტეს დამერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო აი ეს 10
სწავლება, სულიერი სიტკბოება, რომელიც მე გაუწყეთ წმინდა მამების მიერ დაწერილი, მიიღეთ, სული ჩაიკოკლოზინეთ და ეს საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონი იქნება ჩვენი ბედნიერების, ჩვენი სიხარულის, ჩვენი ზეახსვლის და სულიერი გაბწყინების წელიწადი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ. მე მინდა ჩვენ მამებს მადლობა მოვახსენო, ჩვენს წიგნის კითხველებს, ჩვენს მგალობლებს, დღეს განსაკუთრებულად კარგი გალობა იყო ბიჭებო და ყველა თქვენთაგან შემოძვირფასებო, ვისაც ნარიყალა გიყვართ, ვისაც მამები გიყვართ, ვისაც ეკლესია გიყვართ, ვისაც პატრიარქი გიყვართ და ერთგული ადამიანები ბრძანდებით ჩვენი დედა ეკლესიის. გილოცავთ და გილოცავთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, დაზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.